და ფილარმონიასთან გვიან ღამით პოლიტიკოსებიც მივიდნენ, მათ თავიანთი დამოკიდებულება გამოხატეს მომხდარის მიმართ. ქართველი პოლიტიკოსები გმობენ იმას, რაც ხდება საქართველოს სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში. დღეს რაზე უნდა დაობდეს საზოგადოება იმაზე, რომ უნდა გავიდეს თუ არ უნდა გავიდეს კადრები, თუ იმაზე, რომ ფაქტი დადასტურებულად დაიდო, როგორ ექცევიან ადამიანებს, როგორ აწამებენ საპატიმროებში ადამიანებს. მე ვფიქრობ, რომ ამას მოყვება ძალიან დიდი საერთაშორისო სკანდალი, ძალიან დიდი საერთაშორისო რეზონანსი. ამიტომაც ვამბობ, რომ ხვალ დილამდე მე ვიმედოვნებ, რომ დადგება კალმახელიძის და არა მარტო მისი პასუხისმგებლობის საკითხიც და არ გულისხმობ ამ შემთხვევაში მხოლოდ თანამდებობრივ პასუხისმგებლობას. არც დაწესებულებაში არსებობს კუთხე საპირფარეშოს კი, რომელიც არ იყოს კამერის დასხივების ქვეშ, ანუ კამერა იღებს ყველა კუთხე კუნძულს. ეს დანაშაული არ ხდებოდა ცალკეული პირების მიერ, არამედ ამ დანაშაულს შედიოდა მთელი სისტემა. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, მონაწილეობდა აუცილებლად ციხის უფროსი, აუცილებლად მინისტრი საქმის ხურში ამის და ეს ყველაფერი არის სისტემის დანაშაული და არა 1 და 2 და თუნდა 10 ადამიანის დანაშაული. ჩვენ დიდი ხანია ვიცით თუ რა სიტუაციაა სამსახურის დეპარტამენტში. ოღონდ ფაქტები არ ქონდა და დღეს გამოვიდა ფაქტები. და ყველამ ნახა თუ რა სიტუაციაა. ეს არის უბედურება რა. ეს არის სააკაშვილის რეჟიმი. ეს არის ის, რაც არ უნდა ხდებოდა ქვეყანაში. მე პირდადად მგონია, რომ კალმახელიძის განთავისუფლება აქ ლაპარაკი არის მთლიანად ახალაის, მერაბიშვილის, ადეიშვილის და სააკაშვილის რა. მთელი იმპიჩმენტი უნდა მოხდეს ამ ბანდისა, რომელიც რევოლუციის გზით მოვიდა ხელისუფლებაში და იქიდან მოყოლებული აი ესეთ წამებებს ჩადის ამ ქვეყანაში.